მოგესალმებით ჩემო კარგებო. წინასააღდგომო განწყობით მზიანი თვით წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას და ესეთი მოკლე ვიდეოთი მინდოდა რომ შემომერბინა. მივდივართ მე და ჩემი გოგოშკა გორში პატარ-პატარა საქმეებზე ხო და თუ რამე საინტერესოს ვნახავთ აუცილებლად გავიგებთ. ჩემო კარგებო, ცოტა მოვიარეთ, რაღაცა საქმე მქონდა, ტერმინალი, ბანკი, რაღაცები გვჭირდებოდა და შემოვედით გორი მოლში ჯერ. ერთ-ერთი ისეთი მყუდრო, სუფთა, გაკრიალებული და ძალიან გემრიელი ადგილია გორში. აი ეს ვერანდა მიყვარს ძალიან თქვენ. ესე კარგად ჩანს აქედან გორის ციხე და ბოლოს რო ვიყავი და გადავიღე სუხრიოკი იყო და ხო ყველაფერი მწვანეა გარშემო, თუმცა აი ამ სიმწვანის უკან თეთრი თოვლიანი თებით ჩანს. ტასიკო აი მასე არა ქვია ბურგერების რიგში დგას. და ჩვენ ავიღეთ აი ესეთი მოხიტო, ლაიმი და ციტრუსი. მოდი ახლა პაცა დეგუსტაცია გავაკეთოთ. არ გამომდის ცალი ხელით იმისი გახევა. არა და ეს ჩემი საუკეთესო რაკურსი არ არის ღაბარი მაგ. გადამიხადოს დანკინმა სარეკლამო რა იქნება. დავადეგუსტიროთ ციტრუსი. უირა კაია. აუ! მართლა ციტრუსია, ყველაფერს გემო აქ გრეიფრუტის, წითელი პორტოხლის, რაღაცა ლიმონის. კი, მართლა ძალიან კარგია, ისეთ კარგი მასტოვებს. პოსლი ვკუსია, როგორ არის ქართულად. კარგი მოსტოვებს მოკლედ. შესანიშნავ. ახლა გავსინჯოთ მეორე. ჩემივე იმითი ჯოხით გავსინჯავ. აბა. რახმაკ. ლაიმი. მოხიტო ლაიმი. ესე ძარჯოლებრივია. მაგრამ მე პორტოხალი უფრო მომწონს. პორტოხალი კი არა, ციტრუსი უფრო მომწონს. რატო იცით? უფრო მეტად გაზიანია, დიდი ბუშტუკები აქვს და ნაკლებ შაქრიანია. შია. წამლის დალევის დროც ამაკ. ხო და რო ის იქნება მაი ბურგერი. აი ესე გადამიყვანა დასკონ თავის ჭკუაზე. ამხელა ქალი. აი ამ იმას. ფასტ ფუდებს მივერთ. თიკუსა შენ გორში ვარ. ჩემ დაქალთიკას მივმართა. შენ გორში ვარ, როდის ჩამოყვალ სიხარულო? ერთად დავსხდეთ ამ იმაზე, ვერანდაზე. მომენატრე. მართლა. ამ ყველაფერს რომ მოვრჩებით, დაბლა უნდა შევიდეთ ზუმერში, პირველ სართულზე ზუმერი დაალტა, ტასოს უნდა სავარჯიშო საათი. ესეთი ის არის. პარადოქსულია, მაგრამ აი ამ ნაგავის საჭმლის შემდეგ უნდა ვივარჯიშოთ.
საათის გჭირდება. დედიკოსთან მივდივარ. ფეხით მივდივარ დედიკოსთან. უნდა გამოვაწყო პასკები. ჩანთაში მაქვს ისა. ზომი კონტეინერით. ზომი კონტეინერით. გუში რომ მოვზილე თქვენთან ერთად. ხო და მივდივარ. უნდა დავაწყო. ქარი გვაქვს და ეს აყვავებულ ხეებს რაღაცები ცვირვა და აფრიალებს. იმდენი ხალხია აგარაში. იმდენი მანქანა. და გამოცოცხლებულია თავა. ტრასები უკვე ვნახე ინტერნეტში, როგორ არის გადატვირთული და არ მოწყინდა ხალხს მაგაზე ხუმრობა. რომ წავიდნენ როგორც იქნა სახლებში, წავიდნენ როგორც იქ. No comment. ვისაც სად როგორ მოეხერხება, ისე ცხოვრობს. აი კაკალი ყიფისგან არის დამწვარი, მინდა გაჩვენოთ. აი ნახეთ. აი ეს არის ყლორტი, რომელიც არის დამწვარი. ასე რომ ბენდენა მიკეთია თავზე. კომში გადარჩენილა. გადავედი რკინიგზაზე და უკვე მოვედი დედუსთან. შევსვავ ახლა აერღუმელში. პასკუნიებს და გავიდეთ ეზოში. უფ როგორ მიყვარს ჩემი ეზო, როგორ მაინტერესებს 1-2 კვირის მერე. რა გააფუჭა ყინვამ, რა გადარჩა. პასკები შევსვი და შემოვედი სათავსო შენობაში, რომ განახოთ, ნახეთ რა არის. დედას დაუწყია ჯონჯოლის კრეფა, ამაზე ლამაზი, ცოცხალი და საყვარელი და უბრალო. ხმა უკვე ჩამეხლი, ისეთი არომატი აქვს. რამე გინახავთ, შეხედეთ რა სილამაზეა, რა სილამაზე სასწაული. აი ასეთი პასკები გამომივიდა ჩემო კარგებო. არაჩვეულებრივად სურნელოვანი, დაბრაწული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მძიმე, ზომიერად ტკბილი. წელს ყველაზე კარგი პასკაა გამომივიდა, რომელიც ოდესმე გამიკეთებია. მოდით ახლა გავიწყოთ. სანამ გავიწყე, მინდა გაჩვენოთ ჩვენი ხახვის ფუჩეთში შეღებილი კვერცხი. შეღებვის ვიდეოს აუცილებლად დაგიტოვებთ ამ ვიდეოს ქვემოთ, მაგრამ ჯერ ხახვის ფუჩეთში უნდა მოაგროვოთ და თანაც უკვე ჩაიარა შეღებვა. აი ესეთია, ჩემო კარგებო, ცომი ჩავდე 300 გრამი. თითეული არის 300 გრამიანი. აი ესეთი პაწაწუნები მინდოდა. შემოვახიოთ. დაილოცოს ამისი გამომგებლები. თუმცა ამბობენ, რომ სილიკონით უკეთესიაო. სილიკონი არ გამოვრიცხავ, რომ სილიკონით უკეთესია. მრავალჯერადია და სილიკონის მე პატივს ვცემ საერთოდ, თქვენ ჩემგან იცით ეგ ამბავი. აი ესეთი აქვს ძირი. აი ესეთი. და მოდით გავჭრათ. ეს არის ნამდვილი ქართული ხალხური პასკა. ჩემი აზრი ასეთია, თქვენ რა სიტყვით? ამას კიდევ ჭირდება დასტაბილურება, სტაბილიზაცია. და იქნება უფრო გემრიელი ხვალ და ზეგ. აბა რა გემრიელია. მოკლედ, ჩემო კარგებო.
არ ვიცი, მე მომწონს ჩემი რეცეპტი. იმიტომ კი არა რომ მე ვაკეთებ, იმიტომ კი არა რომ შეკვეთები უნდა ავიღო ხოლმე. მომწონს, რა ვიცი, აი მომწონს, იმიტომ რომ ბავშვობის გემოა ჩემთვის. თავისი ყველაფერი. სხვას, აი რო გავხდე მილიონერი, მილიარდერი და მიმიწვდებოდა ხელი, არც სხვა რეცეპტს გამოვიყენებდი და არც სხვა პასტას ვიღებდი. აი ამას გამოვიწყობდი ხოლმე. აი ესეთი დღე გქონდა ჩემო კარგებო. ბევრი ვიფათიფუთე და კიდევ ბევრი საქმე მაქვს. ახლა კი დაგემშვიდობებით. უბრალოდ რომ ვახრამუნებ. კარგი საღამო, კარგი მშვიდობიანი ღამე. შევხვდებით ერთმანეთს ხვალ. კარგად. ატა დეგუსტაცია.